მოგესალმებით ბატონო გეგი. პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ მოიცალეთ ჩვენთვის. მე ვიცი, რომ ესტია ამ დღეებში დატვირთული არის სტუმრებით და ძალიან ბევრ კულტურულ და მუსიკალურ ღონისძიებებს მასპინძლობს. საბედნიეროდ ვიცი, რომ უახლოეს დღეებში კინოფესტივალი არის დაგეგმილი. ჩვენი მხრიდან მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დღეს აფხაზეთს მასპინძლობთ. ჩვენს რუბრიკას ქვია მიამბე აფხაზეთზე. თვით სახელწოდება მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ უდიდესი ტრადიციების და ულამაზესი დიადი ბუნების კუთხიდან დღეს არა სვანეთზე, არამედ საუბრობთ აფხაზეთზე. როგორია თქვენი აფხაზეთი, როგორია თქვენი კავშირები, უბრალოდ როგორი იყო თქვენი კავშირები აფხაზეთთან და რას გაიხსენებთ ჩვენი მაყურებლისთვის? მადლობას მოგახსენებთ ამ მობრძანებისთვის და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი საქმეს აკეთებთ, მიამბეთ აფხაზეთზე. რა თქმა უნდა, ტელევიზია და ჟურნალისტები მით უმეტეს ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეთ და სწორედაც მუშაობთ, მაგრამ მარტო თქვენ კი არა, ოჯახშიც თუ ვინმეს აფხაზეთი გვახსოვს, აუცილებლად ჩვენ შვილებს უნდა ვესაუბროთ, უნდა მოვუყვეთ, რომ არ დაილეკოს ის მოგონებები და მათ დარჩეთ ისევ ის ძარღვი თუ ის ძაფი გავლებული აფხაზეთთან, ასე რომ მე ვცდილობ, რომ ბევრი რაღაცები მოვუყვე ჩემ შვილებს. ის ისტორიული მეხსიერება შეინარჩუნოთ. კი ბატონო. რაც შეეხება აფხაზეთს ჩემ მოგონებაში დარჩა ის ლურჯი ტალღები, ის ლურჯი ცა, ულამაზესი რიწა, პიცუნდა, გაგრა, სოხუმი და ჩემი მოგზაურობა იწყებოდა ჭუბურხინჯიდან. ჭუბურხინჯში ყავდა მამიდაშვილები ცხოვრობდნენ. ჩავდიოდი ჭუბურხინჯში, მერე მივდიოდი ჭუბურხინჯიდან სოხუმში. ტრაპშის ქუჩაზე ცხოვრობდა ბიძაჩემი. მერე იქიდან მივდიოდი გაგრაში. ბზიფში, სვანების დასახლება ძირითადად ბზიფში იყო. 17 წლის ვიყავი, როცა სხვათა შორის აფხაზები ბიძაჩემი მოხუცი კაცი იყო და ვერტალიოტები დაფრინავდნენ და დესანტები აკეთებდნენ ვარჯიშებს, რა ხდებოდნენ პარაშუტებით. და მაშინ ამბობდა ბიძაჩემი, აგირო ჩვენო ისე ლოიალურად უყურებთ ამ ყველაფერსო და აფხაზები კიდევ ემზადებიან ომისთვის. ხუმრობით შევბედავდით ხოლმე ბიძაჩემს ომზე. ანუ ჩვენ მე ვერც დავუშვებდი. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის და ის 80 წლის კაცი რაღაცას გრძნობდა, რაღაცას ხდებოდა. და მართლაც ესე მოხდა ერთ წელიწადში უკვე ომიც დაიწყო და იქ დამთავრდა ჩემთვის, მაგრამ არ დამთავრდა ის მოგონება და ბევრჯერაც დამსიზრებია და ისევ ის არის ჩემთვის, ისევ თუმცა ვიცი, რომ ის ნახევარი შენობები აღარ არის, ის ულამაზესი სანაპიროები და სამწუხაროდ ის ურთიერთობები აღარ არის, რაც ყველაზე დასანამია. რამოდენიმე ტრაპშის ქუჩაზე ყავდა უკვე შეძენილი აფხაზი მეგობრები, ძმაკაცებს ვეძახოდით ერთმანეთს. ისინი რუსულ-ქართულად მელაპარაკებოდნენ, მე სვანურ ქართულად ველაპარაკებოდი და უგებდით ჩვენივრად ერთმანეთს. თემური ერქვა ერთ ბიჭს და აი არც კი ვიცი დღეს რა ბედი ეწია იმის მერე იმ ბიჭს, ჩემზე ერთი წლი პატარა იყო. არ იწყებოდა მარტო ჭუბურხინჯი და არ თავდებოდა სოხუმში აფხაზეთი. ჩემთვის იწყებოდა ჭუბურხინჯი და თავდებოდა პიცუნდაში. როგორც სახში ისე ვზნობდი თავს, ყველა ქალაქში მქონდა დასარჩენი და ატყდებოდა ხოლმე სვანურად დამავიწყდებოდა, ახლა ისეთი ბავშვი ვიყავ, მავიწყდებოდა რომ გამეფრთხილებინა ხოლმე, ან რო არ მიშვებდნენ გავიპარებოდი და მერე მეძებდნენ, მიდიოდა მაშინ ლეკვები. ის მესტიელი დათვიო, სად არისო, გაგრაშია, პიცუნდაშია, რას და ნუ მიპოვიდნენ მე. და როგორი იყო ერთი დღე, რო ჩადიოდით ხოლმე? რო ჩავდიოდით ხოლმე, აი პირველი ის რომ როდის გათენდებოდა და რა თქმა უნდა იწყებოდა სანაპიროთი ზღვით იწყებოდა. მერე უგემრიელესი ნაყინი, იმიტომ რომ ნაყინს მოწყურებულები ვიყავით
ჩვენ სვანეთში და ძალიან იშვიათი სიამოვნება იყო. რას ლაპარაკობ რომ ამოვდიოდი უყვებოდი მე ანეკდოტი რო არის. ნაყინი სვანს რო ეკითხებიან, აუ რა მაგარია ნაყინიო და რა იციო და ჩემმა ძმამ ჭამაო. აი ესეთი ძმა ვიყავი მე აკაურობისთვის. სანაპიროთი იწყებოდა და მე სიარული აქეთ არ ვიცი, აი შემოვივლიდი ხოლმე სოფელს არ არსებობდა. აუცილებლად საღამოს ფეხბურთი მე სვანეთიდან სვანური თამაშები მქონდა ჩატანილი, იმას ვასწავლიდი იქაურ მეგობრებს და ეს გრძელდებოდა ძალიან გვიანობამდე და მე გვიან რა თქმა უნდა ანგარის მიწევდნენ მაინც ძმისშვილი ვარ ჩასული რაღაცა სტუმრად ვარ ჩასული იმად დაულიდნენ მშობლები სანამ არ მომპარავდნენ თავიანთ შვილებს ვანამდე ვიდექი იქ ტრაფშის ქუჩაზე განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით დაგამახსოვრდათ რა თქმა უნდა როგორც საკუთარ სახში ისე ვიძლებდი მათთანაც თავს თეატრალურზე რო ჩავაბარე 18 წლისა მაშინ მოხდა ეს ამბავი და არაფერი უბრალოდ ძალიან გული მწყდებოდა სავსე იყო ჩემი სახლიც დევნილებით როგორც ყველასი ძალიან ცუდად იმოქმედა როგორც ყველა ქართველზე ესე ჩემზეც აფხაზეთის დაკარგვამ იმიტომ რომ ხო გეუბნებით თბილისში არ ვიყავი ნამყოფი იმიტომ რომ აქეთ აფხაზეთი მეგულებოდა და არ მინდოდა თბილისში სულ მივდიოდი აფხაზეთში თბილისში სპორტიდან შეჯიბრებაზე წამიყვანეს ესე მოხვდი თბილისში თორე 14 წლამდე თბილისში ნამყოფი არ ვიყავი აფხაზეთით იწყებოდა ზაფხული და აფხაზეთით მთავრდებოდა ზაფხული. რა არის ის დეტალი თუ ის ამბავი, როგორც კი თქვა, თუნდაც ჩვენ რო დაგეკავშირდით აფხაზეთზე უნდა ვისაუბროთ, რა პირველი ემოცია აფხაზეთის ხსენებაზე პირველი რაც გახსენდებათ. აი რა შეიძლება ამოტივტივდეს თქვენს მეხსიერებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი და თუნდაც შეიძლება იყოს ელემენტარული, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი. მახსენდება გოგონა, აფხაზი გოგონა რომელიც მე ვფიქრობ რომ რაღაცა ბავშვურად მიყვარდა ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ უფრო გატაცება იყო მაგრამ ვფიქრობდი რომ ეს იყო დიდი სიყვარული ალბათ პირველი სიყვარული იყო ჩემთვის ბებიას სახელი ერქვა ელენა ბებია მის ერქვა მახსოვსის ქალბატონიც ხილით მიმასპინძლებოდა ხოლმე პირველი რაც მახსენდება ხოლმე ის გოგონა მახსენდება მაღალი ძალიან ლამაზი შავი თმებით და ლურჯი თვალები ჰქონდა აი ძალიან ლურჯი თვალები ჰქონდა ელენა ანუ დღემდე მოყვებათ ეს ემოცია კი რა დამავიწყებს ახლა ბევრი გვითამაში ერთად სხვათა შორის ბოლო 1 წელი 17 წლის რო ჩავედი ბოლო 1 წელი მოსკოვში ყავდათ წაყვანილი და არ დამხვდა ის საფული არ მინახავს მოიწყეთ ელენეს გარშემო რა თქმა უნდა მე კიდე მოხდა ეს რაც მოხდა თქვენ აღნიშნეთ რომ დავკარგეთ აფხაზეთიო და მე იმეც ვიტოვებ რომ ჩვენ დროებით დავკარგეთ აფხაზეთი როგორ წარმოგიდგენიათ აი იმ განცდილი ურთიერთობების შემდეგ რაზე ჩვენ ტკბილად ვისაუბრეთ იყო ხერსეული ურთიერთობები არ იყო სხვაობა ის აფხაზია ის ქართველია თუმცა სამწუხაროდ კი ვიცით როგორ განვითარდა მოვლენები და დატრიალდა ისეთი ტრაგედია რომელსაც მართამკვლელ ომს ვეძახით დღემდე როგორ წარმოგიდგენიათ ამ ყველაფრის შემდეგ ურთიერთობების დათბობა და რეგულირება არის უნდა გავიაზროთ ის რომ როგორც ჩვენ ისე ჩვენმა მოძმე აფხაზებმა ორივე მხარემ დაუშვით შეცდომები. მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ კი რა თქმა უნდა თავარი ბოროტ მოქმედი გმირი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი წარსულის თუ ჩვენი ისტორიის პატივისცემით მაინც მეტი ყურადღებად თვითონ დაუყოფილიყავით. სწორად უნდა გვეფიქრა, სწორი ნაბიჯები უნდა გადაგვედგა, რომ აქამდე არ მივსულიყავით, იმიტომ რომ
აი ისიც მახსოვს რომ ბოლო თვეები რა სანამ პირველი ტყვია გავარდებოდა უკვე იქ იძაბებოდა ერთმანეთში ხელახლა იძაბებოდა კიდე ურთიერთობები და ამას ის ვეშაპი გვერდიდან უყურებდა გვაქვს ჩვენ იმის საშუალება და ღმერთი ყოველთვის გაძლევს იმის საშუალებას რომ შენი შეცდომა გამოვასწორო რა თქმა უნდა აქ ჩვენც უნდა გადავდგათ ნაბიჯები და რა თქმა უნდა იმათაც მიუხედავად იმისა რომ სვერგლი აუარებელი არის იქით ხარიცასაც და აქეთ ხარიცაც ხო მე არ ვეძახ ეს რაღაცა არ მომწონს ეს იქით ხარი აქეთ ჩვენ ერთი მხარე უნდა ყოფილიყავით მაგრამ გააგვყვეს და გავიყავით. კი, ეს არის ხელოვნური საზღვარი, ეგრეთ წოდებული საზღვარი და მე სულ ვცდილობ რომ იმისი რომ მიუტევოთ ერთმანეთს. ეს დროც მოვა, მე დარწმუნებული ვარ. ეს დროც მოვა. იმიტომ რომ მერც უყვარვართ ჩვენ. და ჩვენი პროექტის მიზანით ზუსტად ეგ არის ბატონო გეგი რომ ბევრი ვისაუბროთ აფხაზეთზე და დადებითი ემოციები გავაგზავნოთ ენგურს იქით საქართველოში. ესეთი ტრადიციული კითხვა გვაქვს ხოლმე ბოლოსკენ. რა სამშვიდობო გზავნილს გააგზავნით ენგურს იქით საქართველოში? რას ეტყოდით? ერთი ამოს სუნთქვით უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს. ჩემო ძმებო, ჩემო დებო. სიყვარულს გიგზავნით. და მინდა რომ ყველა მთელი აფხაზეთი მთელი აფხაზი ძმები, დები, ბაბუები, ბებიები გიხილოთ სვანეთში, გიხილოთ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ძალიან დიდი მადლობა ისეთი საინტერესო ემოციური, ვფიქრობ, განსხვავებული ინტერვიუსთვის. მერტი პირველ რიგში რას გვიფასებს? მიტევებას. მიუტევოთ ერთმანეთის ძველი ცოდვები თუ შეცდომები რა. შეცდომები ალბათ უფრო. წამოვედით. ცუდად წამოვიდეთ და ეს ჩვენ თვითონ უნდა გამოვასწოროთ.